ქობულეთის განვითარების პროექტები საქართველოს პრეზიდენტი დღეს აჭარას სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილი ახლად გახსნილ საოჯახო ტიპის სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებთან რაიონის ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარების გეგმებზე ისაუბრა. მოგვიანებით კი 1 ჰექტარზე გაშენებული სასათბურე მეურნეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. სააკაშვილმა დღეს ქობულეთის ახალი ველობილიკიც თავად შეამოწმა. პრეზიდენტის განცხადებით 2012 წელი ქობულეთის განვითარების წელიც იქნება. ნახეთ რეპორტაჟი აჭარიდან. 2012 წელი აჭარაში ქობულეთის განვითარების წელი იქნება. პროექტები, რომელიც ამ ქალაქში ხორციელდება, უფრო მეტი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ქობულეთში კომუნიკაციები და წყალმომარაგების სისტემა მთლიანად შეიცვალა. საქართველოში ყველაზე გრძელ ქუჩაზე, აღმაშენებელზე ახლა უკვე 6 კილომეტრიანი ველობილიკიცაა. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად კერძო სექტორიც ვითარდება. ტურისტების მომრავლებამ ადგილობრივებს საოჯახო სასტუმრო ბიზნესის დაწყების მოტივაციაც მისცა. ვერულიძეების ოჯახი ერთ-ერთია, ვინც საოჯახო სასტუმროს ბიზნესი ჯერ კერძო ინვესტიციით დაიწყო, შემდეგ კი ბანკის სესხი დაიხმარა. ეს ერთადერთი სასტუმრო არაა ქობულეთში, რომელიც ამ დროისათვის შენდება. ადგილობრივები მომავალ სეზონს უფრო მომზადებულები შეხვდებიან. 2006 წლიდან ჩვენთან იმატა ტურისტებმა. იმატა ტურისტებმა, უცხოელებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, ირანელებმა იმატა იმიტომ, რომ აქ გაკეთდა ძალიან კარგი ქუჩები. ეგერ მიღმა ახლა იქ პლოშადკაზე ასეთი ბავშვები იხჩობოდა წყალში. იხჩობოდა და გაკეთდა ისეთი, რომ ბავშვები თამაშობენ და ალბათ ტურისტების ზრდის გამო გადაწყვეტეთ, რომ აგეშენებინათ. ტურისტებმა რომ იმატა, ამისთვის გადამწყვიტე. ქონდა ფული იმ პერიოდში და გადამწყვიტე სახლი ამეშენებია. პრეზიდენტი დღეს ვერულიძეების ოჯახს თავად ესტუმრა და ახალი საოჯახო სასტუმრო დაათვალიერა. როგორ იყვნენ წელს ნამშენებლები? წელს ცოტა ნაკლები იყო შედარებით, მაგრამ მომავალში მე მგონია გეიმსება ყველაფერი. წელს ცოტა ნაკლები იყო, მე მგონი რამდენი მიზეზის გამო. ერთი რომ ბათუმი განვითარდა ძალიან ჭირდება. ამინდებიც ცოტა მარტო ამინდები არა, თავარი არის, მე გეტყვით ორი რაღაც, რომ ბათუმი მაგრამ განვითარდა, ბათუმი ქობულეთში დიდი ფასები, ზედმეტად დიდი ფასები. ახლა ეს ფასები არ მოდიან მოდი. ფასები არ შეესაბამება იმას, რაც არის მოთხოვნას და მე ვფიქრობ, ესე უნდა გავაკეთოთ, რომ ბათუმი აქამდე იყო ჩვენი თავარი განვითარების ისა, ესე იგი, მაგრამ როგორც ბავშვი ფეხზე დააკერთა, მე თავის წავა, ახლა ასჯერ მეტად განვითარდება, თავის აღარ ჭირდება. ახლა უნდა გადმოვერთოთ ქობულეთზე და აჭარის მაღალთიანეთზე, ორ მიმართულებით. ქობულეთში ახლა ჩვენ ვაწესრიგებთ ბორდიურებს ხომ მთლიანად გზა აღმაშენებლის ქუჩა, პრეზიდენტო, დღეს შევიდა წყობში 5 კილომეტრებს ასე. და მომავალ წელს სრულად აღმაშენებლის ქუჩა დაემატება თამარმეების გამზირეს პირველი პრომენადი. ესე იგი, უნდა განათება გამოიცვალოს მთლიანად. მოწესრიგდეს ბულვარი, იმიტომ საბჭო დროიდან ბევრი არაფერი არ შეცვლა. გარეშე ფასადებიც უნდა მოწესრიგდეს, იმიტომ ამის მნიშვნელობა ტურისტების მისაზიდად. წყალსადენი კანალიზაცია ხო გამოიცვალა მთლიანად. და მეგონი თვითონაც იცნობენ უკვე მოსახლეობა. ვიხშობოდით, ბატონო პრეზიდენტო, ვიხშობოდით უწყლოთ. ხო არა? აბარა, ახლა თავიდან მოუგდა ახალი კანალიზაცია. მთლიანად და კანალიზაცია, წყალი დაიპირჩება. და მეორე ხაზი ეგეთ რუსთავის ქუჩა ის ხო საერთოდ დაჭავებული იყო და იმას გაიწოვს მთლიანად ახლა ეს. ესე წყალი არის, კანალიზაცია დამთავრდა უკვე? თავიდან მოუგდა. ეხა ბულვარს ვაკეთებთ და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ სასტუმროებში ვიმუშაოთ რაღაცა პაკეტები გავაკეთოთ, რომ ფასები ჩამოვიდეს ქვემოთ ეხა და იმიტომ რომ მართლა წელს აჭარაში იყო რამდენი ტურისტი? წელს უკვე ავედით 1.250.000. 1.250.000-ზე იყო იმ პირობებში, როცა ესე იგი შარშა რამდენი იყო? 1.900.000. 970 მეტი. ეხა წელს ახალი წლის ჩათვლით ავად კიდე ერთი ესე 1.3 მილიონი ხას ესე აბაშიძის ძოს ჩამოდიოდა 120-130, ხო თელ აჭარაში. მაგრამ მაშინ ყველა ქობულეთში ჩამოდიოდა. და ეხა წამოდია ესე მილიონზე მეტად გაიზარდა, მილიონი ადამიანი და მეტით და ქობულეთს მოაგდა. იმიტომ ყველა წავიდა ბათუმში, კვარიათში, სარფში, გონიოში, ხო? და ამიტომ ქობულეთს დაუბრუნოთ, ეს უნდა ქობულეთს უნდა უკვე მიხედონ და ქობულეთს ჩამოგჭერ. თავი რაღაცები გავაკეთე ქობულეთს, წყალი, კანალიზაცია, გაზიც ხო შემოვიდა? კი. გაზი ყველგან შემოვიდა. თავარი ყველა კაპიტალური ინვესტიცია გაკეთებული, მაგრამ ეხლა რაც ტურისტს იზიდავს კიდე დამატებით ეს უნდა გაკეთდეს რა. ბულვარი, ველოსიპედის გზა, განათება. ეხლა უბრალოდ უნდა პატარა გალამაზება, რომ ტურისტები შემოიზრდონ და კარგი სარეკლამო კამპანია. და ფასებზე მუშაობ, მაგრამ პროდუქტები უნდა გავაიაფოთ, ამის გამო რა სათბურს როხსით დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტები გაიაფოთ, იმიტომ ქობულეთი მართლა თავარი საზღვაო კურორტია საქართველოს. და ხა
ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ ოკუპირებული ნაწილის და ამიტომ აქ უნდა ყველაფერი შეიძლება შემოვატრიალოთ უკეთესობისკენ. ცხოველები იყვნენ. ხო, აი უცხოელებს სომხები, აზერბაიჯანელი და ირანელები იყო ჩემთან სახლში. ხო, ეხლა ეს ჩვენი მეზობლებიანია, მაგრამ იმის ჩვენ აქ გვაქვს პოტენციალი, რომ დასავლეთ ევროპაში ჩამოვყავთ, პოლონეთი ჩამოვყავთ, რუსები, უკრაინელები, რუსები, პრიბალტები, მაგრამ ამას სჭირდება ცოტა ხორჩოფუთო ყველაფერს. გაკეთდება, მომავალი წელი ქობულეთის წელია გამოცხადებულად. ასე გამოაცხადეთ და გავიკეთეს, რა გზა გავიკეთეს. ახლა რაც გაკეთდება, ესე აქცევიდი გზა იქნება, ხო, ბათუმზე ხო პირდაპირ გადავალ ჩოლოქით, ამას დაჭირდება 2 წელი, მაგრამ ის რო იქნება საერთოდ მოძრაობა აღარ გაივლის დიდი ამ გზას. პრაქტიკულად სატვირთო მთლიანად წავა და მაგრამ ტურისტი მოვა მარტო თავის მანქანით. დანარჩენი ყველაფერი მოგშორდებათ, ასე რომ აქ ბევრად მეტი სივრცე იქნება სამოძრაოდ. ეგ რაც გაკეთება მიდის ხო თელ საქართველოში თელ საბჭოთა პერიოდში ნელი არ გაკეთება მარტო რაც ქობულეთში გაკეთება იმიტომ და უბრალოდ დაასხეს ადგილი დასვეს აც წყალი აც კანალიზაცია აც არაფერი ჭაობში ჩასვეს ეს ქობულეთი თავის დროს ხო ეხლა მთავარია რომ ამ ხალხს რომელიც შრომობს გადაყამი და წელზე ფეხს იდგავს შემდეგი სეზონი არ იყოს იმით გაწუება მათთვის ყველაფერს გავაკეთებთ მადლობა რატო რა მოხდა? გულზე ახლა ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ღიაგულში გავიკეთე 8 ნოემბერს. სად გაიკეთეთ? ღიაგულში. სადაც? თბილისში. ხო. და მე 62 წლის ვარ. კი. და 75% დამაფინანსეს. ой, რა კაი. ეგ ძვირი ოპერაცია. მაგრამ ეხლა რაც არის კარგი, რომ ქობულეთში რო ხდება საავტომობილო? ქობულეთში მოვაწყს. ჩაფში გაიხსნება წელს. ჩაფში გაიხსნება. ეხლა უკვე თბილისში აღარ დაჭირდება, ღმერთმა გაშოროს ყველას, მაგრამ ვისაც დაჭირდება, თბილისში აღარ დაჭირდება სერვერი. ეხლა ოზურგეთში გავხსენე აქ გვერდზე ისეთ საავადმყოფო, რომ ეხლა ხშირად ამბობენ, რომ რა პრეზიდენტის საქმე ყოველწუთი საავადმყოფოს ხდება, მაგრამ ის უკვე ხალხს, რომ ადრე ესეთ საავადმყოფო იხსნებოდა ეს რა ქვია სხვა ქვეყანაში ესეთ საავადმყოფო რეალურად იხსნება წელიწადში ერთი ან ორი. და იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ ორჯერ გახსნის პრეზიდენტად. ჩვენ და იხსნება უკვე ყოველ კვირას. ხო და ხა ვახ მიხარია და ხსნი. და მოვლენა ეპოქალო და ამდენი 10 წლიური არაფერი არ გაკეთებულა ის არ გუკვირდა და ეხლა რო ხსნეს და ვიღაცები ჯერ ხო რა პრეზიდენტის საქმეა ყველა იმას ხსნის ყველა არა. სოფლიო კლასის საავადმყოფოებს რომელიც გაიხსნა საქართველოში. და აგერ თბილისში წავიდა კაცისად ის რა ქვია ეხლა რო მერტო ყველა საშუალო რო დაჭირდეს აგერ გვერდზე უკვე ეზურგეთში გვერდზე აგერ ჩაფში და მომავალწელს უკვე ქობულეთში ზუსტად ეგეთი კლინიკა იქნება მაკლასის. ჯანსაღი ცხოვრების წესი ქუთაისის შემდეგ ახლა ქობულეთშიც მნიშვნელოვანია. ამ ქალაქში 6 კილომეტრიანი ველობილიკი დღეს თავად პრეზიდენტმა გამოსცადა. სპორტული ბილიკი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და წითელი ასფალტითაა გაკეთებული. ადგილზე გერმანული ტექნოლოგიები გამოიყენეს. როგორ ძანდები? აი გამოვიდა ხო? თქვით რომ მომავალი ქობულეთის წელია და ის რაც დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება მართლაც ყველა სტურის ექნება იმის საფუძველი რომ ქობულეთში ვინ ჩემოვა, აჭარაში ვინ ჩემოვა, ისე გალამაზებული და ხდება ყველაფერი რომ შეიძლება ბათუმშიც ვერ ჩამოვიდეს. მომრაგების საკითხები დავალაგეთ, შესაბამისად ტურისტული ზონა და ამაზე ვიზრუნეთ და შესაბამისად ყველაფრის შემდეგ როცა სამუშაოები დავასრულეთ, მთლიანად გამოცვალეთ ასფალტის საფარი და ხედავთ რომ ულამაზესი ტროტუარები და ველობილიკები მოვაწყეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ რომ რამდენიმე ინოვაცია გამოვიყენეთ მშენებლობის დროს, ისევე აი წითელი ასფალტი რომელზეც ახლა მე ვდგევარ, რომელიც ხარისხიანია და გერმანული ტექნოლოგიით არის დამზადებული, ასევე ჩამოსული ბოძურები. სააკაშვილი დღესვე ქობულეთში სასათბურე მეურნეობას ესტუმრა. 1 ჰექტარზე გაშენებულ სათბურში 20,000 პომიდრის ჩითილი ხარობს, რომლისგანაც 300 ტონა მოსავლის მიღება სწორედ ამ წლის ბოლოს ელიან. უკრაინელმა ბიზნესმენმა ქობულეთში $1,100,000 ინვესტიცია განახორციელა. მეორე მოსავალს ამ სათბურში აგვისტოში მიიღებენ. ჯერჯერობით სათბურში ათობით ადგილობრივია დასაქმებული. 6 თვისინ განაცხადა მე ვიყავი მომსწრე ლევან როგორ ელაპარაკება 5 თვეში გაკეთდა. ეს ეკეთება კიდე ბევრი და რო ვიძახით რომ ფასები უნდა დაიწიონ ქობულეთში. სწორედ ის არის რომ იაფი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ ამ ხალხს, ხო?
და არ უნდა მოდიოდეს პროდუქტი, ეხლა დღეს პროდუქტი მოდის ძალიან ბევრი თურქეთიდან შეmods. დიახ, დაახლოებით 50 მილიონის ყოველწლიურად. ესე ჩვენ ქობულეთში გარდა ტურიზმისა გვჭირდება თელი წლის დასაქმება. თელი წლის დასაქმება ეს არის სათბურები, ეს არის ტექსტილის ქარხანა, ესე ადიდასი ხო გადაწყდა ბათუმში, ხო? აქ Nike-ზე მუშაობს, რომ Nike შემოვიდეს, ერთი სამკერვალო მუშაობს, წვენის ქარხნები უხელო ამუშავდება. და ნუ ინფრასტრუქტურა ხა სტადიონიც ემატება ქობულეთს, შენ არ თქვი, მაგრამ გაწმენდი ნაგებობა. იქნება MDF-ის როდის იქნება? ვიწყებთ ამ წელს. ვიწყებთ, ესე იგი კიდე 2 წელი უნდა რომ თელი ინფრასტრუქტურა ჩაჯდეს წესში, სტადიონი წელსვე იქნება, ხო, ეგა. და ეს სამუშაო ადგილები რომ გარდა ზაფხულისა სეზონური არ იყოს რა. აი ეს ყველაფერი ამუშავებს თელი წელი არ ხალხს. და გარშემო სოფლების რაც მეურნეობები ხო, ძველი ჩაის მიტოვები, ყველაფერი ეს ხალხი შემოუყარა. ჩვენ ჩაის წარმოებას უკვე ქობულეთში ციცრავს პრეზიდენტო უკვე მე მაგალითად ქართული ჩაის გარდა სხვა ჩაის არსებობს საერთოდ და მინდა ვთქვა რომ ჩაი ძალიან მიყვარს გაწაებული ვიყავ წლების განმავლობაში ხან ახმედი მახმედი არ ვიცი ვიღაცა ეხლა შევ მარტო ელიც აი მეორეს რა ქვია ბათუმი ხო მე გურიელის და მარტო შევ ქართულ ჩაის და ქართული ჩაი აი ყველანაირი ხარისხი ჯობია რა არადიდი და ქობულეთური სამაი ხელი ზოგი ხელით აკეთებს ამ პაკეტებს თვითონ კრიფავს ეს სხვა ხარისხის ჩაი ხა ინდუსტრიული ხა ინდოეთში მანქანებით მოკრეფილი და საჩვენია ხელით გაკეთებული უმაღლესი კლასის ჩაი მეურნეობა გაჩერებული კორპუსები ხო ჩვენს აი ოჩხამური დასახლებაზე 1-3 წლის წინ ერთი მეუბნებოდა რომ აი ამ დასახლებაზე რა უნდა ეშოვოს რა უნდა ეშოვოს და ეს სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას რა ხოჭოს აი ყველა გარშემო ეგეთი აქეთ არის ოჩხამური დასახლება გურიაში ეგეთ ლაითური საძველი მეურნეობა კორპუსები ლაითურში ვიწყებთ ახლა დიდშენებლობას აქ სათბურები და ტექსტილი გამრავლდება ასე რომ ამ უიმედო ძველ მეურნეობის დასახლებაში გაჩნდება ახლა სამუშაო ადგილები ძალიან მნიშვნელოვანი ქობულეთის განვითარების გეგმა ამით არ დასრულებულა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რაც 2012 წელს ქობულეთში განხორციელდება.